შუადღემშვიდობის თქვენ უყურებთ ქალების ნარატივს. მე მარია მიზორია ვარ და დღესაც ტრადიციულად იმ ადამიანების ისტორიებს გაგაცნობთ, ვისი იდეებიც რეალურ შედეგებად იქცა. წინ საინტერესო 1 საათი გველოდება ახალი პერსპექტივებითა და ადამიანებით. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ქვეყანაში 3 წლის ვადით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. სწორედ ამ თემას გავშლით დღევანდელ ეთერში. ნინიშა ჩლაიძე, ცხოველთა უფლებადამცველი შემოგვერდება პირდაპირ ეთერში, ზაქარია პატარკაციშვილი და დომენტი აბრამიშვილი ვეტპლუსის დამფუძნებლები იქნებიან ჩვენი სტუმრები. გადაცემის მესამე ნაწილში თაკო გოგიჩაიშვილი Modern Dog Resort-ის დამფუძნებელი შემოგვერდება. ეს ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი საქართველოსა თუ მსოფლიოში არსებულ ამბებს გადავხედოთ. საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი FITSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიც არის HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce, Shell, Barclays და სხვა. Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა. გუშინ 4 მარტს ადგილობრივი დროით 9 საათზე საუდის არაბეთიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ავიარეისი შესრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება მთავრობამ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მიიღო. რეგიონში რიგი ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვამ სამგზავრო შეფერხებები გამოიწვია. სპეციალური რეისები მოქალაქეებისთვის ინიშნება, რომელთა ტრანსპორტირებაც ავიაკომპანიების შექმნილი კრიზისის გამო ვერ უზრუნველყოფენ. 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1,718,000 მგზავრი, რაც 17,3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. საქართველოს რკინიგზის 2025 წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა, ამ პერიოდში მგზავრთ გადაყვანის მოცულობამ 383,300,000 მგზავრ კილომეტრი შეადგინა, რაც 17,7%-ით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ქვეყანაში 3 წლის ვადით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დადგენილება 2026 წლის 27 თებერვალს გამოიცა და 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედება. მორატორიუმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 10,000 ლარის ჯარიმა კანონდარღვევი პირებისთვის. დოკუმენტის მიხედვით შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მორატორიუმი ვრცელდება როგორც პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლებზე, ასევე სხვა კონკრეტულ ჯიშებზე, რომლებიც მთავრობის შეფასებით ჰიპერპოპულაციის თვალსაზრისით დამატებით რეგულირებას საჭიროებს. მომეტებული რისკის მქონე ჯიშებად დადგენილებაში ჩამოთვლილი ამერიკული პიტბულ ტერიერი, ფილა ბრაზილიერო, სტაფორდშირის ტერიერი, არგენტინული დოგი, ტოსა ინუ, კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი. ასევე მორატორიუმი შეეხება სხვა ჯიშის ძაღლებს, კერძოდ ჰასკი, მალამუტი და ლაიკა. დადგენილების თანახმად 3 წლის განმავლობაში აღნიშნული ჯიშების ძაღლების მოშენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება. მორატორიუმის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები. მთავრობის განმარტებით გადაწყვეტილების მიზანია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვა და შესაბამისი რისკების შემცირება, ასევე დაგეგმილია 76,000 მიუსაფარი ძაღლის თავშესაფარში გადაყვანა, მათი ვაქცინაცია, სტერილიზაცია, ტესტირებების მიზნით, ასევე 142,929 პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და 27,228 პატრონიანი ძაღლის ასევე სტერილიზაცია. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგიონებში ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა ან არსებულის მოწყობა, მათ შორის სამეგრელო ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. აღსანიშნავია მკაცრი რეგულაცია გარემოში დაბრუნებასთან დაკავშირებითაც
აკრძალულია ძაღლების დაბრუნება სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, აგრარული ბაზრების, სასტუმროებისა და სპორტული მოედნების მიმდებარედ. ასეთ შემთხვევაში ლოკაცია სავალდებულო წესით უნდა შეიცვალოს. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო უშუალო შემსრულებელია, როგორც გითხარით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. როგორ უნდა მართოს ქვეყანამ ძაღლების ჰიპერპოპულაცია და როგორ უნდა მოგვარდეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, თემაზე საუბარს უკვე ნინიშა ჩლაიძესთან, ცხოველთა უფლებადამცველთან ვაგრძელებთ. ნინიშა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დროს უთმობთ თქვენს გადაცემაში ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ძაღლების ჰიპერპოპულაცია და ამ პოპულაციის სწორი მართვა. ნინიშა, პირველ რიგში მინდა ამ რეგულაციის შეფასებით დავიწყოთ. ვიცით, რომ უკონტროლო ძაღლსაშენები იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ქმნიდა შემდგომ იმ გამოწვევას, რომ საქართველოში თბილისის ქუჩებში, მათ შორის არ მხოლოდ თბილისის ქუჩებში, იზრდებოდა უპატრონო ძაღლების რაოდენობა. რამდენად სწორია კონკრეტულ ჯიშებზე შეზღუდვის დაწესება ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, როგორ შეაფასებდით იმ ცვლილებებს, რაც უკვე გაჟღერდა? იცით რაშია საქმე, ცოტა გაუგებარია ამ კანონში, რას ვერჩით კონკრეტულად ამ ძაღლის ჯიშებს და მე თუ მკითხავთ, ჰიპერპოპულაცია ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად არის მონადირე ჯიშის ძაღლებში. რა ნიშნით შეირჩა ეს ძაღლები და როგორ ხდება ამ ძაღლების რაღაცა ამ ჯიშის ძაღლების სტიგმატიზება, კიდე ცალკე საკითხია. მაგალითად, ნუსხაში არის ამერიკული ბული, რომელიც საერთოდ არ არის აგრესიული ძაღლი. და საერთოდ ეს აგრესიული ძაღლის, ასე ვთქვათ, მიწეპება და სტიგმატიზება, რაღაც დემონიზება ამ ჯიშების, ესეც არასწორი მგონია, იმიტომ რომ თუ კი ძაღლი არის სწორი გენეტიკის, ანუ თუ კი ვიცით, რომ მას გენეტიკაში არ აქვს მაღალი აგრესიის კოდი და თუ კი ის სწორი პატრონის ხელშია მოხვედრილი, მაშინ ამ ძაღლების მხრიდან თქვათ აგრესიის გამოვლენა დადის მინიმუმამდე და თუ კი ისეთი თქვათ უწყინარი ძაღლის ჯიში, როგორიც არის პირობითად ლაბრადორი, თუმცა არ არის სწორი წესით შეჯვარებული, ან არ აქვს მისთვის შესაბამისი გარემო შექმნილი, შეიძლება ლაბრადორიც გახდეს აგრესიული. ანუ თვითონ მიდგომა საკითხის მიმართ არ მგონია სწორი. აქ პირველ რიგში დასარეგულირებელია ძაღლს საშენები, თუ რა პირობებში ხდება ამ ძაღლების მოშენება, ვიცით თუ არა ამ ძაღლების გენეტიკა რამდენიმე თაობის, ვიცით თუ არა რა დაავადებებს ატარებდნენ თქვათ ამ ძაღლის წინაპრები, რომ რამ ხელა ქონდათ აგრესიის კოდი და ძალიან ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი, ანუ რამდენად სწორად არის ძაღლი შეჯვარებული და შემდგომ უკვე რამდენად სწორ პირობებში იზრდება ლეკვი, რამდენად შესაბამისია პირობა მისი ჯიშისთვის თქვათ აუცილებელი პირობები რომ იყოს დაკმაყოფილებული. აი ესენი არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, თორე ჩვენ თუ კონკრეტული ეს ჯიშები ავგზავნეთ და გავაგზავნეთ იგივე სპანიელების, დრათარების თუ არ ვიცი მე რაღაცა ლაბრადორების ისე უკონტროლო შეჯვარება, როგორც ახლა ხდება, მაშინ რას მივიღებთ შედეგად? აი რა არანაირი სწორი შედეგი არ დადგება. ბუნდოვანია ეს მიდგომა, რომ მე საერთოდ თუ ჩემი ნება რომ იყოს იმ ხელა ჰიპერპოპულაცია გვაქვს ქვეყანაში ყველა ჯიშის, რომ არ ვიცი, საერთოდ მირჩევნია შეჯვარება რაღაცა ხნით გაჩერდეს. თუმცა აი ეს მიდგომა, რა მიდგომითაც ეხლა სახელმწიფო უდგება ამ საკითხს, არ მგონია რომ იყოს ეფექტიანი და მეორე ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება ამისი კონტროლი. კი, ზუსტად ეს უნდა მეკითხა. ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდა სწორედ აღსრულების ნაწილზე, ხო, როგორ? ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლი გამკაცრდეს სწორედ ძაღლების შენახვის პირობებთან, იმიტომ რომ ცხოველზე ძალადობა ვიცით ჩვენ რომ არ არის მხოლოდ ცემატყება. მის ჯიშის შესაბამისი პირობის შექმნა, ეს არის აუცილებელი, ხო, ვთქვათ. კი ბატონო, წერია ამ კანონში ეს ყველაფერი და თუ კი კანონში ძალიან ბევრი ბუნდოვანი რამეა და ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება მიდავება, თუმცა ბევრი სწორი რამ წერია, რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი. უბრალოდ მე არ ვიცი
მექანიზმი, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ამ ყველაფრის კონტროლს. კი ბატონო, დინიშა, ასევე მინდა გკითხოთ სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამაზე. იდეაში აქამდეც მოქმედებდა ხო ქვეყანაში, თუმცა როგორ და რა ხარისხით მოქმედებდა, აქ არის კითხვის ნიშნები. ახლა უკვე იგეგმება დაახლოებით 76,000 ძაღლის, ქუჩაში მცხოვრები ძაღლის სტერილიზაცია, კასტრაცია. აი, ამას როგორ შეაფასებდით და რამდენად ეფექტიანია ამ მიმართულებით რესურსის? ჯერჯერობით არ არის ეფექტიანი ფაქტია. ხედავთ, რომ ცხოველების რაოდენობა მზარდია და რა თქმა უნდა მივესალმები, რომ ამან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკითხში ჩახედულია და იცის რა ხდება მიმართულებით ქვეყანაში, ცხადია, რომ მივესალმებით ძალიან აქტიურ და ჭყალებს შევსვამს თქვა აგრესიულ კასტრაციას, სტერილიზაციის პროგრამას და ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თვითონ ისევ ძაღლსაშენებთან ვბრუნდები, საშენიდან როდესაც გავა ძაღლი უკვე ანუ ახალი პატრონი, რომელსაც მიყავს ძაღლი, თვითონ საშენმა უნდა გააკონტროლოს, თქვა ამ ძაღლის, თქვა დაუჩიპავი ძაღლი არ უნდა გავიდეს ძაღლსაშენიდან. რომ მერე შემდეგ მოხდეს ამ ძაღლის უფრო მარტივად იდენტიფიცირება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვიცი მე რამდენად მოხერხდება ყველა ძაღლის კონტროლი და შემოწმება არის თუ არა ის ჩიპირებული და მოხერხდება თუ არა მისი პატრონის იდენტიფიცირება. და კასტრაციას, სტერილიზაციას რაც შეეხება, აუცილებლად ასევე ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს უკვე ჯიშიანი ძაღლების კასტრაცია, სტერილიზაციაც და ვთქვათ, თუ კი მონაშენე აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, ხოლო იმ შემთხვევაში უნდა ქონდეს შეჯვარების უფლება და არავითარ შემთხვევაში, მოკლედ ესეც აუცილებლად გასაკეთებელია და გასაკონტროლებელია ჯიშიანი ძაღლების კასტრაცია, სტერილიზაციაც, იმიტომ რომ სწორედ იმის ბრალია ამხელა ასეთი მზარდი ტემპი ქუჩის ძაღლების, რომ არ იცის ადამიანმა, რომელსაც აყავს ცხოველი, რასთან აქვს საქმე. და შემდეგ ეს ძაღლი აღმოჩნდება ქუჩაში და ახლანდელ მეტისებს თუ ვაკვირდებით, აი მართლა მეტისები არიან, რასაც ქვია, თავი აქვს ლაბრადორის, ტანი აქვს ტაქსასი და კუდი აქვს გერმანული ნაგაზის და შესაბამისად ეს არის გამოყრილი ჯიშიანი ძაღლების შედეგი, რასაც დაიწყება. კი, ესეც არის გათვალისწინებული იდეაში კანონში, რომ პატრონიანი ძაღლების, მათ შორის სტერილიზაცია, კასტრაცია მოხდეს და დაველოდოთ ხო. არის უბრალოდ როგორ ახსრულდება ეს ძალიან მაინტერესებს. კი. ძალიან დიდი მადლობა ნინიშა გადაცემაში ჩართულობისთვის და წარმატებები ყველა მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ. ნინიშა ჩლაიძე, ცხოველთა უფლება დამცველი გვერდდებოდა პირდაპირ ეთერში თანამედროვე სამყაროში შინაური ცხოველებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ისინი აღარ არიან მხოლოდ ბინადარი ცხოველები, არამედ ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, რამაც გლობალური pet humanization ტენდენცია და ვეტერინარული სერვისებზე მოთხოვნის რეკორდული ზრდა გამოიწვია. დღეს მსოფლიო ვეტერინარული ინდუსტრია მულტიმილიარდიანი სექტორია, სადაც მოწინავე პოზიციებს შტატები, გერმანია და გაერთიანებული სამეფო იკავებენ. ქვეყნები, სადაც ინოვაციური დიაგნოსტიკა და ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ეს გლობალური ტალღა სულ უფრო მეტად აისახება საქართველოს რეალობაზეც, სადაც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა პროფესიონალური და მაღალტექნოლოგიური ვეტერინარული ჰაბების არსებობა. სწორედ ამ გამოწვევებზე საქართველოში არსებულ პერსპექტივებსა და სერვისების განვითარებაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კლინიკა Vet Plus-ის დამფუძნებლები ზაქარია პატარკაციშვილი და დომენტი აბრამიშვილი. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. იქამდე სანამ ვისაუბრებთ ზოგადად ვეტერინარულ სერვისებზე და მოთხოვნის ზრდაზე, მათ შორის მინდა რეგულაცია თქვენი მხრიდანაც შევაფასოთ. გაჟღერდა, რომ იგეგმება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, კონკრეტულ ჯიშებზე შეზღუდვის დაწესება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგულაცია და რას გამოიწვევს ეს უკვე სამომავლო პერსპექტივაში? დავიწყოთ თქვენ. მოგესალმებით, მივესალმებით პირველ რიგში თქვენს ტელემაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება უშუალოდ მთავრობის ამ დადგენილებას. ეს არის ჰიპერპოპულაციის შემცირება, მთავარი მიზანია ეს არის ჰიპერპოპულაციის შემცირება, რაც მოიაზრებს იმას, რომ უნდა გაკონტროლდეს აუცილებლად სელექცია.
სელექციის გაკონტროლება რა თქმა უნდა ჩვენ მოგცემს დადებით შედეგებს. დადებით შედეგები იქნება ის, რომ ქუჩაში მოხვედრილი ჯიშიანი ცხოველების შემცირება მოხდება აუცილებლად, რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გაკონტროლება აუცილებლად გაგვიყვანს ის დადებით შედეგებზე, რასაკვირველია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ქუჩის ცხოველები და საკმაოდ ხშირია უკვე ჯიშიანი ცხოველების ქუჩაში გამოჩენა. ну, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ვეტერინარები აუცილებლად მივესალმებით ამ დადგენილებას და რა თქმა უნდა, მომხრეები ვართ ამ ყველაფრის, ვინაიდან ჩვენც როგორც ცხოველთმოყვარულებს საკმაოდ გვაწუხებს ეს ფაქტი და როგორც ჩვენ, ასევე სხვა ცხოველთა დამცველებსაც, სხვა ცხოველთა მოყვარულებსაც საკმაოდ აწუხებთ ეს ფაქტი და აუცილებლად უნდა არსებობდეს რაიმე სახელმწიფოებრივი ბერკეტები, რომლებიც აღმოფხრიან ამ პრობლემებს. კი ბატონო, აი რამდენად მიზანშეწონილია კონკრეტული ჯიშების შერჩევა, იმიტომ რომ აქ თითქოს მომატებულ რისკებზე იყოს საუბარი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითქმის ყველა ჯიშიანი ძაღლის მერე უკვე შეჯვარება ხდება და ხშირად ქუჩაში ვხედავთ მეტისებს, რომლებიც შეიძლება რამდენიმე ჯიშის ნაჯვარი იყოს. მივესალმებით სრულიად საქართველოს. მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა და ნახეთ როგორი სიტუაცია ზოგადად ეს კანონი მისალმებელია ყველა ვეტერინარის მხრიდან, რა თქმა უნდა, მე ესე ვთვლი, ჩემი პირადი აზრისია, რომ მისალმებელია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოხშირდა ქუჩაში ისეთი ჯიშიანი ცხოვრების დანახვა, როგორც არის ჰასკი, პიტბული და მსგავსი პრობლემა. ეს მარტო ამ ჯიშებზე რადგან არის ისეთი ჯიშები, რომლებიც საერთოდ არ არის ნახსენები ჯერჯერობით კანონში, მაგრამ რა თქმა უნდა, კანონი ეხა შემოვიდა, ამაში შეიძლება დამუშავება, ამ დამუშავებაში ჩართული იქნება, რა თქმა უნდა, ყველა ვეტერინარი, ყველა საზრე გათვალისწინებული იქნება, რატომაც ცოტა კანონს ცოტა ისე ვიღებს ხოლმე ხალხი ზოგისთვის გაურკვეველია ხოლმე, ანუ ეს კონკრეტულად ამ ჯიშზეა საუბარი, ვიღაც შეიძლება ზაღლი ყავს ჰასკი მაგალითად ზაღში და სრულად მიუღებელია ის ფაქტორი, რომ აი რატო აიგრძალა. მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი და დროებით და ზუსტად ეს მსახურება საერთოდ ჯამში იმას, რომ აი ამდენი ძაღლიც არის ქუჩაში, არ უნდა ვხედავთ არავინ. და გულდასაწყვეტია ის, რომ ერთ დროს თუნდაც აი ჩემ ბავშვობას გავხსენებ, ბავშვობაში ჰასკი იყო ყველასთვის საოცრებო ძაღლი. დღეს კიდე გვაქვს ის რეალობა, რომ ჰასკი არის ქუჩაში, ასევე კანიკორს. არა მარტო ეს ჯიშებია, არამედ სხვა ჯიშებია ბევრი, რომელიც გვხდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროის ამბავია უბრალოდ. მთავარია, რომ დამუშავდეს მაქსიმალურად ჰუმანურად, ჩვენი ჩართულობით, რა თქმა უნდა, ვეტერინარების ჩართულობით, ასევე საზოგადოების აზრით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და საერთოდ ჯამში ეს კანონი გამოიღებს იმ შედეგს, რომ ქუჩაში აღარ იქნება ამდენი ჯიშიანი და არც ეს მიუსაფარი ცხოველები რა. მისალმებელია და ყველანაირად გვერდში უნდა დაუდგეს ყველა ვეტერინარი, ყველა ადამიანი ამას, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვალისწინებით. იქნება დაცული როგორც ვეტერინარის აზრი, ასევე საზოგადოების აზრი. და თავი აღსრულებაც, რა თქმა უნდა, თავი აღსრულება, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ რეალურად პრობლემა რა არის? მხოლოდ და მხოლოდ აკრძალვა ჩვენ ვერ მოგცემს კარგ შედეგებს. ანუ რას ნიშნავს ეს? ცნობიერების ამაღლების დონე არის აუცილებელი საზოგადოებაში. იქიდან გამომდინარე, რომ იმ საზოგადოებას, ვისაც ეს კონკრეტული ჯიშები ყავს, სახში ბევრმა არ იცის მათი ჯიშის სპეციფიკა, მათი სწორი აღზრდა. ეს კონკრეტული რისკის შემცველი ჯიშები, რომლებიც ჩამონათვალშია დადგენილებაში, არიან ასე ვთქვათ ჰიპერაქტიულები. მათი ენერგიის სწორად დახარჯვა უნდა მოხდეს აუცილებლად, პატრონებს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ამ ჯიშების შესახებ, რომ არ მოხდეს შემდგომ რა თქმა უნდა მათი ფსიქოლოგიის გაუარესება, თუნდაც იმ დაუხარჯველი ენერგიის გამო და სწორედ აქედან გამომდინარე სახელმწიფო დიდი იმედი მაქვს მიიღებს და ჩაამატებს კორექტირებას გააკეთებს ამ დადგენილებაში იმაშიც რომ სახელმწიფო დაეხმარება უშუალოდ საზოგადოებას და მეპატრონეებს აუმაღლოს ცნობიერება და განათლების დონე მისცეს თუ როგორ უნდა აღზარდოს ამ კონკრეტული ჯიშის ძაღლის სწორად. კი ბატონო, ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვათა შორის რო უყურებთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, კანონის დონეზე რეგულირდება, რომ მათ შორის, როდესაც ადამიანი შეიძენს ძაღლს ან აიყვანს ძაღლს, ის ვალდებულია გაიაროს კურსები, რათა კონკრეტული ჯიშის აღზრდის, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური საფუძვლები ისწავლოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია. კასტრაცია, სტერილიზაციას ნაწილზეც მინდა გკითხო, დაახლოებით 76,000 მიუსაფარი ცხოველის კასტრაცია, სტერილიზაცია უნდა დაარეგულიროს ამ კანონმა და მათ პატრონიანი ძაღლების ნაწილშიც. ეს რამდენად მნიშვნელოვანია მათ შორის როგორც მიუსაფარი ძაღლების შემთხვევაში, ასევე პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში. ну უმნიშვნელოვანესი საკითხია ეს და ეს იდგა დღის წესრიგში ისედაც ვეტერინარიაში და ბოლო მინდა აღვნიშნო რომ ბოლო 2-3 წელიწადი რაც უფრო აქტიურად მიმდინარეობს ამის
პროპაგანდა, რომ კასტრაცია, სტერილიზაცია და ყველას მაქსიმალურად მოუწოდებთ ჩვენს ვეტერინარები, რომ სტერილიზაცია, კასტრაცია არის ერთ-ერთი გზა იმისა, რომ შემცირდეს ქუჩაში არსებული ცხოველები და ყოველთვის ამის მოწოდების სიმაღლეზეა აბსოლუტურად ყველა ვეტერინარი. ნენელა ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეიცვლება, უკეთესობისკენ წავალთ იმ მხრივ, რომ ადრე თუ პატრონს არ ესმოდა, რომ კასტრაცია, სტერილიზაცია საჭირო იყო და აუცილებელი, დღეს გვაქვს ის რეალობა, საიდან ხვდება ამდენი ძაღლი, ანუ ძალიან ლოგიკური კითხვა ისმის. რა თქმა უნდა, იქიდან რაზეც წეგან ვისაუბრეთ, რომ დაწყებული, ცნობიერებიდან დამთავრებული იმით, რომ არასტერილებ. და ნახეთ, ძაღლი, რომელიც აჩენს ელემენტარულ 5 ლეკვს, 5 ლეკვიდან შენ რო აჩუქებ სიტყვაზე თუ გაასხვისებ თუ როგორც შემო გაყიდი, აქედან შენ უკვე პასუხისმგებლობას აბარებ იმ ადამიანს, როგორც შენ ოჯახის წევრს, ხო? მაგრამ ეს რეალობა ყველას არ ესმის. ზოგისთვის არის უბრალოდ რა, ფუფუნების საგანი, ძალიან და ეს სიტყვა ხარ, მაგრამ საგანია ცხოველი. რეალურად არ არის, არის იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე ბავშვი. ნამდვილად. აი, ყოველთვის ამას ვეუბნები პაციენტი როცა მოდის ჩვენთან და ლეკვს აიყვანს, ყოველთვის ვეუბნებით, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის უსაზღვრო ენერგია, რაც უნდა ჩადოს ყველა ადამიანმა, რომ სწორად აღიზარდოს. როგორც ბავშვს უნდა ძალიან ცუდი შედარება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, იმიტომ რომ ნამდვილად სწორი შედარება. ბავშვი რაღაც ასაკისმე თავს მიხედავს ძაღლი. კი, ძაღლისთვის აუცილებელია, რომ სწორი აღზრდა და პატრონის, რა თქმა უნდა, ინფორმირება. რაც შეეხება სტერილიზაცია, კასტრაციას, ეს უნდა იყოს აქტიურ ფაზაში მუდმივად და ჩვენი კლინიკები სადაც მოღვაწეობთ, მოკლედ აქტიურად ყოველდღიურად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა ის წაღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი 2 წლის წინანდელი სულ შევადარეთ, ბევრად წინ არის წამოსული და გაუმჯობესებაა და ეს წინსვლა მართლა წინ მიდის. საქართველოს ვეტერინარია ჩვენი ვეტერინარების, ჩვენი უფროსი კოლეგების დახმარებით, ჩართულობით წინ და წინ მიდის და კიდევ ვფიქრობ, რომ მსგავსი კანონებით, რა თქმა უნდა, სწორად დამუშავებული სწორი, რა თქმა უნდა, კასტრაცია, სტერილიზაცია არის პატარა ნიუანსები, რაც ჩასწორებელია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩასწორდება დროის ფაქტორია რა, უბრალოდ. დრო რო გავა, რაღაცები მეტად დალაგდება. კანონიც მეტად შეიძლება და უკეთეს რეალობას მივიღებთ და აღარ იქნება ამდენი მიუსაფარი ცხოველი ქუჩაში. ეს რეგულაციებიც იდეაში მაქეთკენ არის მიმართული, რომ რამდენიმე წლის პერსპექტივაში რეალობა იყოს სრულად შეცვლილი. თქვენ ახსენეთ ცნობიერების ამაღლება და ცნობიერების მნიშვნელობა. ზოგადად პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში რამდენად არის გაზრდილი ცნობიერება მასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ცხოველს სჭირდება მოვლა, მათ შორის რეგულარულად კონსულტაციებზე, ვეტერინარებთან ვიზიტები. აი, ამასთან დაკავშირებით VetPlus-ის ჭრილში თუ ვისაუბრებთ, რამდენად არის ცნობიერება გაზრდილი და მომართვიანობა მათ შორის? რასაკროლია გაზრდილია მომართვიანობაც, რასაკროლია გაზრდილია ცნობიერებაც, ბოლო წლებთან შედარებით, თბილისში განსაკუთრებით უფრო მეტად მომატებულია საზოგადოებაში ცნობიერების დონე, რომ თავის ცხოველს უნდა გაუფრთხილდეს, უნდა ატაროს რეგულარულად შემოწმებაზე ვეტერინართან, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მის ჯანმრთელობაზე სრული ინფორმაცია. ესეც მოიტანა დროის ფაქტორმა. გარკვეულ დროის წინ სიტყვაზე თუ არ არსებობდა ვეტკლინიკებში ისეთი სერვისები, რომლებიც შესთავაზებდა უშუალოდ მეპატრონებს სრული ჯანმრთელობის ინფორმაციას, თუნდაც სისხლის ანალიზებს, ჰუმანურ სტერილიზაცია, კასტრაციებს და სხვადასხვა ვეტერინარულ манипуляციებს. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა საქართველოში, თბილისში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ძალიან ბევრი კარგი ვეტერინარული კლინიკა, სადაც სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, გამოკვლევა შესაძლებელია ჩატარდეს ცხოველზე, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო და უფრო მეტად ავამაღლოთ პატრონებში ცნობიერების დონე და უფრო მეტად დავნერგოთ ის, რომ პატრონმა უნდა მიიღოს აუცილებლად ის სწორი გადაწყვეტილებები ცხოველის ყოლეობის დროს, როდესაც მას სჭირდება თუნდაც სამედიცინო დახმარება, თუ სჭირდება თუნდაც ვაქცინაცია, ჰელმინთებზე დამუშავება და ასე შემდეგ. ამ კუთხით საკმაოდ კარგად მივდივართ ბოლო წლების განმავლობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო კარგადაც გავაგრძელებთ და ბევრად უფრო კარგი შედეგები გვექნება გარკვეული წლების შემდეგ. აუცილებლად. კითხავთ სერვისებზეც, იმ სერვისებზე, რასაც აერთიანებს VetPlus-ი, რა არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, სწორება, რასაც აკეთებს ბაზარზე კლინიკა? ჩვენთვის ანუ VetPlus-ისთვის, მთავარი იყო, რა თქმა უნდა, ყველა კლინიკის ესეა და ყველა ვინც საქმეს წევს, ნებისმიერი საქმე იქნება ეს არა მარტო ვეტერინარული საქმიანობა და მით უმეტეს უფრო სიცოცხლეს ეხება საქმე, მთავარი არის სწორად კეთება საქმისა. ზუსტად აი ამ დევიზით ვარ ჩვენ დრო, მაქსიმალურად სწორად, ზუსტად ვაკეთოთ და რა თქმა უნდა ვიყოთ ხალხზე მორგებულები, საზოგადოებაზე მორგებულები, მაქსიმალურად ჩვენ ყველას გვესმის აბსოლუტურად.
თუნდაც ფინანსური კუთხით, ასევე ყველა კლინიკას ესმის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ მაინც ძირითადი მიმართულება ის არის, რომ მაქსიმუმ ვსვდებთ ჩვენ იმაში, რომ პატრონამდე სწორად მივიტანოთ ინფორმაცია, რომ საჭიროა და აუცილებლად მე ის მიხარია ხოლმე ყველაზე მეტად, როცა ჩვენთან მოდიან და გვეკითხებიან, აი რომელი ჯიში ავიყვანო. ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ჩვენთან რა და ვეუბნებით, რომ ქუჩიდან აიყვანე. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პროპაგანდა იმისა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ქუჩაში ცხოველები და მაქსიმალურად მიუთითებ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა გაითავისონ. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, თითქმის ყველაფერი კეთდება ჩვენ კლინიკაშიც და არა მარტო ჩვენ კლინიკაში. თბილისში უამრავი კლინიკა, რომელიც ყველა კვლევას აკეთებს უშუალოდ როგორც ქუჩის ცხოველებისთვის, ასევე პატრონიანი ცხოველებისთვის. მაქსიმალური შეღავათი კეთდება ქუჩის ცხოველებისთვის, ასევე პატრონიანი ცხოველებისთვისაც რა თქმა უნდა და ესეც ერთგვარი წახალისება ჩვენი ვეტერინარების მხრიდან, მაგრამ როგორც ბიზნესს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ყველა სფერო და ყველაფერი არის ბიზნესთან დაკავშირებული, ხშირად გვიწევს ხოლმე თუნდაც საკუთარის გადადება გვერდს და ჩვენი დახმარება, მაგრამ ეს ზუსტად იქიდან მოდის, რომ ვეტერინარებს გვაქვს სიყვარული და სიყვარული თუ არა ამ სფეროში და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვეტერინარი ესია ვინც ამ სფეროში მუშაობს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და წარმატებები ყველა მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ. პეტპლუსის დამფუძნებლები ზაქარია პატარკაცაშვილი და დომენტი აბრამიშვილი სტუმრობდნენ გადაცემაში. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. როგორ უმკლავდებიან ქვეყნები ცხოველების ჰიპერპოპულაციას და რა საკანონმდებლო ჩარჩოთი ებრძვიან უსახკარო ძაღლების პრობლემას სხვადასხვა ქვეყანაში? ეს არის თემა, რომლითაც BMG დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნები მოწინავეები არიან იმ მექანიზმების შემუშავებით, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება ყველაზე უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი. გადავხედოთ იმ ქვეყნებს, სადაც აღნიშნული გამოწვევა დღის წესრიგში ფაქტობრივად აღარ დგას. მიუსაფარი ცხოველების, კერძოდ კი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვა თანამედროვე სახელმწიფოსთვის არა მხოლოდ ჰუმანურობის გამოხატულება, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ურბანული უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სტაბილურობის გარანტია. როდესაც ქუჩაში ცხოველების რაოდენობა კონტროლს აღარ ექვემდებარება, იზრდება ცოფის გავრცელების რისკი, ხშირდება თავდასხმის შემთხვევები და ირღვევა ქალაქის ეკოსისტემა. ამიტომ ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია გააცნობიერა, რომ პრობლემის მოგვარება არა ცხოველების განადგურებით, არამედ სისტემური მართვით არის შესაძლებელი. საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით პირველ ადგილზე უდაოდ ნიდერლანდები დგას, რომელიც მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქუჩაში მიუსაფარი ძაღლი აღარ არსებობს და ეს ყველაფერი ევთანაზიის გარეშე მოხერხდა. ნიდერლანდებმა ამაზე ზრუნვა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, თუმცა გარდამტეხი მომენტი იყო CNVR პროგრამის, ანუ დაჭერა, სტერილიზაცია, ვაქცინაცია, დაბრუნება, მასშტაბური დანერგვა. ქვეყანამ ცხოველთა დაცვის შესახებ მკაცრი კანონი შემოიღო, რომელიც ცხოველის მიტოვების ან სასტიკი მოპყრობისთვის მრავალწლიან პატიმრობასა და უზარმაზარ ჯარიმებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ნიდერლანდებმა ეგრეთ წოდებული ჯიშიანი ძაღლების ყიდვაზე მაღალი გადასახადები დააწესა, რამაც მოსახლეობას უბიძგა ცხოველები თავშესაფრიდან აეყვანათ. ამ მიმართულებით კიდევ ერთი სამაგალითო ქვეყანა გერმანია. აქ ცხოველთა უფლებები კონსტიტუციურ დონეზეა გარანტირებული. გერმანული მოდელი ჰანდესტერს, ანუ ძაღლის გადასახაცებ უცნება, რომელიც მფლობელს აიძულებს ცხოველის აყვანამდე კარგად დაფიქრდეს. გერმანიაში არ არსებობს თავშესაფარში ცხოველის დაძინების პრაქტიკა, გარდა უკიდურესი სამედიცინო ჩვენებისა. მათ 1972 წლიდან აქვთ მიღებული ცხოველთა კეთილდღეობის აქტი, რომელიც ცხოველის მოკვლას გონივრული მიზეზის გარეშე კრძალავს, ხოლო მიუსაფარი ცხოველის მართვისას სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან და მრავალრიცხოვან საქველმოქმედო ორგანიზაციებთან. შვეიცარია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ცხოველის ღირსება საკანონმდებლო დონეზე აღიარა. შვეიცარიაში ძაღლის ყოლა ფუფუნებაზე მეტად პასუხისმგებლობაა. წლების განმავლობაში ქვეყანაში ცხოველის ახალი მეპატრონისთვის სავალდებულო თეორიული და პრაქტიკული კურსები მოქმედებდა, რათა ადამიანებს ცხოველის სწორად აღზრდა სცოდნოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ცოტა ხნის წინ შემსუბუქდა, კულტურა იმდენად მაღალია, რომ მიუსაფარი ძაღლის ნახვა ქუჩაში თითქმის შეუძლებელია. შვეიცარიამ 1990-იანი წლებიდან დაიწყო მკაცრი რეგისტრაციის სისტემის დანერგვა, რაც ყველა ძაღლის მიკროჩიპირებას და მონაცემთა ბაზაში შეყვანას გულისხმობს. ეს მფლობელის მხრიდან ცხოველის მიტოვებას პრაქტიკულად გამორიცხავს.
შვედეთი და სკანდინავიის სხვა ქვეყნები ასევე მოწინავე პოზიციებზე არიან. მაგალითად, შვედეთში 2001 წლიდან მოქმედებს ძაღლების სავალდებულო რეგისტრაციისა და მარკირების კანონი. შვედური მიდგომა განსაკუთრებულია იმით, რომ აქ პრიორიტეტი ცხოველის სოციალიზაციაა. კანონმდებლობა არეგულირებს იმასაც, თუ რამდენი საათი შეიძლება დარჩეს ძაღლი მარტო სახლში. ასეთი დეტალური რეგულაციები არასასურველი ცხოველების გაჩენას გამორიცხავს, რადგან გამრავლება მკაცრად კონტროლდება და თითოეული ლეკვის ბედი დაბადებიდანვე ცნობილია. ავსტრია ის მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც 2005 წელს ცხოველთა დაცვის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი მიიღო. ავსტრიაში ძაღლებისა და კატების ზოომაღაზიებში გაყიდვა აკრძალულია, რაც სათავეშივე კლავს ცხოველის როგორც ნივთის ყიდვის იმპულსურ სურვილს. ავსტრიის კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ცხოველის ჯაჭვით დაბმას და ნებისმიერი სახის ფიზიკურ დასჯას წრთნის პროცესში. ეს კომპლექსური მიდგომა დაწყებული განათლებიდან დამთავრებული მკაცრი ფინანსური რეგულაციებით ქმნის გარემოს, სადაც მიუსაფარი ცხოველის პრობლემა უბრალოდ არ არსებობს, რადგან ყველა ცხოველს ყავს პასუხისმგებელი პირი. ევროპის ქვეყნების გამოცდილება გვასწავლის, რომ პრობლემის გადაჭრა ადამიანების ცნობიერების ზრდით, შემდეგ კი საკანონმდებლო ჩარჩოთი იწყება. სტერილიზაციის მასშტაბური პროგრამების სავალდებულო მიკროჩიპირება, მაღალი გადასახადები არასტერილიზებულ ცხოველებზე და მკაცრი სასჯელი მიტოვებაზე არის ის 4 ფუნდამენტი, რომელზეც უპატრონო ცხოველებისგან თავისუფალი ქალაქები დგას. BMG-ის გუნდი ქოქავს თქვენთვის საქმიან დილას. თქვენ ყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ. ეთერშია ქალების ნარატივი. BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს. უძრავი ქონების პროსპექტს ვიწყებთ. ეს საქმიანი საღამო. გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. BMG TV-ს და წერტილის როა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი, ქვეყანაში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით 2026 წლის 1 ივლისიდან 3 წლიანი მორატორიუმი წესდება. 27 თებერვალს გამოცემული დადგენილება კრძალავს კონკრეტული ჯიშების მოშენებას, რის დარღვევისთვისაც ფიზიკური და იურიდიული პირები 10,000 ლარით დაჯერიმდებიან. რეგულაცია ვრცელდება როგორც მომეტებული რისკის მქონე ჯიშებზე, მათ შორის ამერიკულ პიტბულ ტერიერზე, ფილა ბრაზილიეროზე, სტაფორდ ჯიში სტერიერზე, არგენტინულ დოგზე, ტოსა ინუზე, კანე კორსოსა და სტაფორდიშირ ბულტერიერზე, ასევე ჰასკის, მალამუტისა და ლაიკის ჯიშის ძაღლებზე. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს გეკმავს, რაც 76,000 მიუსაფარი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანას, ვაქცინაციასა და სტერილიზაციას, ასევე 142,929 პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაციასა და 27,000-ზე მეტი ცხოველის სტერილიზაციას გულისხმობს. პროცესის ეფექტიანობისთვის რეგიონებში, კერძოდ სამეგრელო, ზემო სვანეთში, სამცხე, ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ახალი მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება, ან არსებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პარალელურად მკაცრდება გარემოში დაბრუნების წესები, ძაღლების გაშვება კატეგორიულად იკრძალება სკოლების, ბაღების, სამედიცინო დაწესებულებებისა, კვების ობიექტებისა და სპორტული მოედნების მიმდებარედ აღნიშნულ კომპლექსურ გეგმას, რომლის მიზანიც რისკების შემცირება და პოპულაციის კონტროლია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტები განახორციელებენ. როგორ უნდა შემცირდეს ქვეყანაში ჰიპერპოპულაცია და რამდენად ახსრულდება რეგულაცია, თემაზე საუბარს უკვე თაკო გოგიჩაიშვილი, Modern Dog Resort-ის დამფუძნებელთან ერთად ვაგრძელებთ. თაკო, მოგესალმებით, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა, რომ დამპატიჟეთ. უპირველესად მინდა შევაფასოთ რეგულაცია, შეირჩა კონკრეტული ჯიშები, მაღალი რისკის მქონე ჯიშები, ასეა დასახელებული და მათზე დაწესდა შეზღუდვა მათ, ასე ვთქვათ, გამრავლებასთან დაკავშირებით. რამდენად სწორია ეს რეგულაცია, კონკრეტული ჯიშების შერჩევა მათ შორის და როგორ შედეგს მოგცემს ეს თქვენი შეფასებით? ძალიან კარგი კითხვა, საინტერესო იყო ჩემთვის სიმართლე გითხრათ ამის წაკითხვა. ეს ჯიშები, რომლებიც შეარჩიეს, ეცი არის ხა საკმაოდ ბევრი არის შეიძლება არგენტინული დოგი, მაგრამ რამოდენიმე ჯიში, რომელიც არის ჩამოთვლილი, მე არ მგონია, რომ საქართველოში იმდენი იყოს, რომ ჩვენ გვჭირდებოდეს ამაზე დაუშვათ მორატორიუმის გამოცხადება. მაგრამ თვითონ იდეა იმისი, რომ ჩვენ შევწყვეტოთ ძაღლების გამრავლება, დიდი ალბათობით რაღაცა ეტაპისთვის სწორია. მაგრამ თუ რა ჯიშები იქნება შერჩეული ამისთვის სიტყვა,
მომატებული რისკის ჯიში არ არის განმარტებული არც კანონში, არც ახალ კანონში, რომელიც შემოვიდა, იმიტომ რომ მომატებული რისკის ჯიში თუ ესე დავიწყებთ რაღაცის დასახელებას, მაშინ უნდა იყოს კონკრეტულად ძალიან კონკრეტულად ჩამოთვლილი თუ რატომ არის ეს ძაღლი მომატებული რისკის, რომ მაგალითად არ მოხდეს ესეთი რაღაცა, რომ რადგან ვიღაცას ყავს დიდი ძაღლი, ეს ძაღლი ხდება საშიში. სტაფორდშირ ტერიერი მაგალითად ერთ-ერთი ოფიციალური ჯიში არის, პიტბულ ტერიერი მაგალითად არ არის ოფიციალური ჯიში, იმიტომ რომ ეს რაღაცა ჯიშების სხვადასხვა ჯიშების ერთად რაღაცა გამოყვანილი ძაღლი, რომელიც არ ითვლება რაღაც ოფიციალურ ჯიშად, მაგრამ რა დიდი განსხვავება მაგალითად ამ ორ ძაღლს შორის, დიდად ვერავინ ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს. ამავდროულად თუ როგორ ვასახელებთ იმას, რომ ძაღლმა შეიძლება რაღაცა საშიშროება შეუტანოს ადამიანებს და ზოგადად სოციუმში ცხოვრებას, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად გაიწეროს იმისთვის რაღაცა ცუდი რაღაცები ამას მე არ მოყვეს. კი ბატონო. ასევე საინტერესო ამის ახსრულება, ხო? იმიტომ რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გააკონტროლოს, რამდენად ახსრულდება, რამდენად გაითვალისწინებენ ამ შესაძლებლობას. როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, როგორ მოხდება ამის კონტროლი, შემდგომ უკვე ახსრულება? მიფიქრია მაგაზე. არ ვიცი მაქვს თუ არა ზუსტი ესეთი პასუხი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე რაღაცა ნებისმიერი, რაც არ უნდა იყოს ჩამოთვლილი ამ კანონში. დღესდღეობით რაც არის, ესე იგი, ერთი რომ დავუშვათ პოპულაციის კონტროლი, ორი ის რომ გვაქვს ჩიპირება და საერთო ბაზა გადასარევ, მაგრამ როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ის რომ დავუშვათ უნდა იყოს სტერილიზაცია და კასტრაცია, მანდაც უამრავი შავი ხვრელი, როგორ მოხდება ეს ყველაფერი? არ მგონია რომ ამისთვის ჯერჯერობით მზად ყოფილიყავით. ძალიან კარგია რომ რაღაცა ნაბიჯი გადაიდგამ და ვცდილობთ რომ რაღაცა ცვლილებები შევიტანოთ, მაგრამ ის თუ საიდან ვიწყებთ ამ ცვლილებების შეტანას, ჩემი აზრით არ არის სწორად ან კარგად დაგეგმილი, თუ მიცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ სწორად დაგეგმილი. იმიტომ რომ პრობლემა არა მხოლოდ იმაში არის, დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში უამრავი მიუსაფარი ძაღლი არის. პრობლემა უფრო დგას იქ, თუ რამდენად აცნობიერებენ ადამიანები იმას, თუ რას აკეთებენ, განათლება სამწუხაროდ, განათლება არა მარტო დედაქალაქებში, რასაც უზარმაზარი ყურადღება ექცევა, არამედ რეგიონებში და იქამდე სანამ ძაღლი იქნება ძაღლია და აგერ მივაბავ და რაღაცას ვაჭრე მაკარონს გადავუყრი, იქამდე იქნება ეს პრობლემა. პრობლემა არ გვარდება მხოლოდ სტერილიზაციით და კასტრაციით. სტერილიზაციას და კასტრაციას შეიძლება უამრავი სხვა პრობლემა მოყვეს. მით უმეტეს, როდესაც ამას აწესებ, როგორც კანონი, ის რომ მე ჩემი საკუთრება და ძაღლი არის ჩემი საკუთრება, როგორც მაქვს კონსტიტუციური უფლება რომ მყავდეს რაც მინდა ის გავაკეთო, ისევე როგორც შევღებო ჩემი სახლი მაგალითად მწვანეთ, შენ მეუბნები რომ ეს უნდა მოხდეს უპირობოდ და ეს არის საჭირო და ეს არის კანონით. ამავდროულად მაშინ უნდა იყოს უამრავი რაღაცა გაკეთებული, მით უმეტეს რეგიონებში, იქ რო ადამიანებს უნდა გქონდეთ წვდომა ვეტერინარებზე, ვეტერინარულ მომსახურებაზე, ეს მომსახურება უნდა იყოს უფასო, ამავდროულად რატომ აქვს უზარმაზარი შავი ხვრელები ამ კანონმდებლობას, ეს არის ის, რომ თუ მე მეუბნები, რომ მე ჩემი ძაღლი უნდა დავაკასტრირო, ან გავასტერილო, მაშინ მე უნდა მქონდეს აბსოლუტურად 100%-იანი გარანტია იმაზე, რომ ის პროცედურა, რომელიც არ არის ოპერაციული, არამედ არის ქირურგიული, რომ ჩემი ძაღლი ამით არ დაზიანდება. ამიტომ უამრავი რაღაცა რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დღესდღეობით გადავდგით და მე ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ ყურადღებას ვაქცევთ. მე მესმის, რა თქმა უნდა, რაღაცა უნდა დაიძეს. აუცილებლად არ შეიძლება მთლად ახლა ისე თქვა, რომ იცი რა, აი რატო აკეთებთ ეს ამდენი რაღაცა არასწორია. მე მივესალმები. მე მიხარია, რომ რაღაცა ნაბიჯი არის გადადგმული, უბრალოდ იქნება რაღაცები ჩასწორებულად, ჩემი აზრით ეს მოხდება. მოხდება, იმიტომ რომ იქნება რაღაცაც ამაზე საუბარი, მოყვება ამას რაღაცა უკავშირი კი ადამიანებისგანაც და მე ჩემს რაღაცებს უკვე შევცვლით. კი, 10,000 ლარიანი ჯარიმაა კანონდარღვევებზე დაწესებული. აქ ბევრი საფრთხე ჩნდება, მათ შორის ხომ არ გამოიწვევს მაგალითად პატრონიან ძაღლებში შიშს, უკვე ვისაც ყავს ეს კონკრეტული შეზღუდული ჯიშები, რომ მე უკვე საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ და ეს კიდევ უფრო მეტ უპატრონო ძაღლს ხო არ მოგწევს. აი ეს რამდენად სწორად არის დადგენილი. როგორ მოხდება, კითხვა უფრო ეს არის, როგორ დაწესდება ეს 10,000 ლარიანი ჯარიმა. როგორ უნდა მოხდეს, ხო? თუ დაუშვათ არის რაღაცა საერთო ბაზა, მაგალითად, რომელზეც წესით მეც, როგორც სასტუმროს მეპატრონოს, როგორც ცხოველთა მულტიფუნქციური სივრცის მეპატრონოს, რომელიც აწვდის ადამიანებს რაღაცა სხვადასხვა სერვისებს მე ცხოველებისთვის, უნდა მქონდეს ასევე რაღაცა წვდომა ბაზაზე, რომელშიც იქნება ყველა ეს ძაღლი მოქცეული, რომელზეც დღესდღეობით ეს წვდომა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მაინც გაიტანეს.
ცნობა ჩვენ არ გვაქვს. არის კიდე რაღაცები, რომელიც დაუშვათ ჩვენ არ ვიცით თუ სად უნდა დავრეგისტრირდეთ, რომელიც ვერ მივიღეთ აქედან ინფორმაცია, სადაც არ უნდა დაგვერეკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმედი ამას მოისმენთ. ან სტაფი არ არის დატრეინინგებული და არ იცის რა პასუხი გაქვს, ან არ არსებობს უბრალოდ ეს რაღაც. ამიტომ ის თუ როგორ დაუწესებ, შენ ქუჩაში უნდა გააჩერო მაშინ ადამიანი. შეამოწმო ძაღლი არის თუ არა კასტრირებული და შემდეგ დაუწესო. ეს რაღაც უბრალოდ არ ჯდება. კი, ან დაადგინო როდის. ან დაადგინო როდის არის ეს ძაღლი დაბადებული, რაც უამრავი რაღაცა შეიძლება ამაზე გაკეთდეს. ამიტომ ეს ცვლილებები, რომელიც შესაძლებელია რომ შევიტანოთ, კარგი იქნება თუ მოხდება, იმიტომ რომ 10000 ლარი ეს არის საკმაოდ ძალიან დიდი ფულია ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ ამაზე ჯარიმის დაწესება ესე ჩემი აზრით არის აბსოლუტური აბსურდი. კი, ნამდვილად ასეა. თაკო, კითხავ Modern Dog Resort-ის შესახებაც, როგორ ვითარდება კომპლექსი და მათ შორის რამდენად ჩნდება მოთხოვნა, რამდენად იზრდება ცნობიერება იმ სერვისებზე, რასაც აწვდით თქვენ დღეს მომხმარებელს? სერვისებზე ცნობიერება ძალიან იზრდება, უამრავი სხვადასხვა სასტუმრო არსებობს, არის ბევრი ცენტრები ხა, რომელიც ჩვენ სულ ყველა რადგან ამას ვარეკლამებთ, ერთი ადამიანი მეორეს ასე თუ ისე რეკლამას უჩენს, რადგან ის ადამიანები იწყებენ უკვე რაღაცის მოკვლევას და რაღაცების შედარებას, ამიტომ კი ადამიანებს უკვე გაუჩნდათ ეს სურვილები, იმისთვის რომ თავისი ძაღლები მიიყვანონ და თუნდაც ატარონ კინოლოგთან, იმიტომ რომ ეს უფრო ესეთი აქტუალური გახდა, რომ ძაღლი უნდა იყოს რაღაცა კონკრეტულ ქცევები უნდა იცოდეს და სოციუმში ნორმალურად უნდა იყოს მორგებული. ამიტომ მე ძალიან მიხარია ის ცვლილებები, რაც ხდება დღესდღეობით ამ სერვისებში, თუნდაც ის შეჯიბრი, ის პირველობა, ის რაც ადამიანის ცდილობენ რომ სტანდარტი აიწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ბევრად უკეთესი სერვისი მიეწოდებათ დღესდღეობით და ჩემი აზრით განვითარდება კიდევაც ძალიან სწრაფად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თაკო გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები თქვენ Modern Dog Resort-ს წარმატებები და გელოდებით სიახლეებით ჩვენს. მადლობა დიდი. თაკო გოგიჩაიშვილი Modern Dog Resort-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე გემშვიდობებით ხოვამდე, თუმცა BMG-ს ეთერს უკვე რამდენიმე წუთში საქმის კურსი გააგრძელებს.